არ არის პრობლემა, კაცო, დავირეკე, გამოვალ შეხვდები რა. არა, ხამის ახლა შუაღად და ჩვენ ოქტომბერში ყველაფერს დავამთავრეთ და ორი აზრი არ არსებობს. ამაში ერთი წუთი დამიბარე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩამოვა შენ. ჩემი შეშინება არ იქნება, მაგრამ ისედაც იციან რომ ეს არ არის. ახლა მე ცოტა შეუძლოდ კი ვარ, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოვკეთები, გამჯობესები, ავდგები, დავალ ჩემს ოფისში, ისევ დავიწყებ და გავაგზავნებ ჩემს საქმიანობას და ჩვენ ამ საქმეს ადგილობრივსა და რეგიონალურსაც რო ესმოდეთ, ჩვენ ამას მაინც მოვიგებთ ოქტომბერში, ჩვენ ავარჩევნებს ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მათ ეშინიათ რომ კარგავენ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთადერთი ბერკეტი აქვთ, ხალხის დაშინება და ხალხი და სამეგრელო არ დაშინდება. მე მინდა თქვა, რომ ჩვენ ქართული ოცნება ვისურვებდით, რომ ჩვენი ოპონენტები აქ იყვნენ კაცები. ვაშკაცები, ვისთანაც შეხვედრა შეიძლება, ვისთანაც ოპონირება შეიძლება, მაგრამ ისინი არიან მხდალი ადამიანები, იქცევიან ვირთხებივით და მე მათ ვპირდები, რომ პოლიტიკურ სანაგვეზეც არ იქნება მათი ადგილი. ისინი პასუხს აგებენ საქართველოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.